სულელები ყოველთვის დგებიან წინ, რომ ისინი გამოჩნდნენ. ჭკვიანები ყოველთვის დგებიან უკან, რათა ხედავდნენ მათ, ვინც დგას წინ. რა შვებით? უკვე კომენტარ წერთ, რა სისულელეებს ამბობს ეს კაციო? მოიცადეთ, რა გეჩქარება, ჯერ არ დამიმთავრებია. ეს ჩემი ნათქვამი არ არის. ეს ჩინური ანდაზაა. რა ვქნათ ახლა? თქვენ უკვე დაწერილი გაქვთ, რა სულელია ეს კაციო? რა სისულელეებს, ან რა მოსაწყენიაო? მოგიგდით მე. წაშალეთ სასწრაფოდ. ხო, მაგრამ იქნებ გატყუებთ. შეამოწმეთ. ChatGPT შეეკითხეთ, არის თუ არა ეს მართლა ჩინური ანდაზა? ChatGPT არის ცით? Google-ში ჩაწერეთ, კაცო, Google-ემ ყველაფერი იცის. დიახ, მე ასე ვიქცევი. როდესაც მიწერენ, რომ შენ ლაპარაკობს სისულელეებს, მე ხშირად ჭკვიანი ადამიანების ნააზრებს ვაქვეყნებ და ველოდები მათზე რეაქციას. არ ვამბობ ვინ არის ავტორი. თუ დაწერეს, რომ ეს რა სისულელეა, იმიტომ რომ გონიათ, რომ ეს მე ვთქვი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია. ანუ სულელი მე კი არა ვარ. აბა ვინ არის სულელი? იფიქრეთ ახლა თქვენ. სულ ეს არის, მეტი არაფერი, მორჩა.